რეალურად ამ კურსით, რაც ახლა გვაქვს, იმ განვითარებით, რაც მე და თქვენ ალბათ ერთნაირად გვესმის ევროკავშირის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, პროცესი, რომელიც აშკარად არ მიდის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, იმიტომ რომ 28 ნოემბრის განცხადება ამბობს ამას და იმიტომ რომ ევროკავშირიც ამას ამბობს, თქვენ მაინც მეუბნებით, რომ სწორება დღეს ევროპაზეა? მან 28 ნოემბრის განცხადებაში, უბრალოდ როგორ აგიქვა, აქ მე ესე აღვიქი ყოველ შემთხვევაში, რომ თუ თქვენ დაუშვათ არ გვიღებთ, ჩვენც ასე ვთქვათ, არ შეგაწუხებთ, ჩვენ ვაგრძელებთ გზას, ნორმალურია ასოცირებულ. ხო, აქ манипуლირების საგანი რო არ იყოს ეს, მაგრამ შედეგის დონეზე რას იღებთ? უარს ვიძახით ევროკავშირზე, ეს რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ნაწილში, ხო, ის ვალდებულება, რაც ნაკისრი იყო და ის სტრატეგია, რაც მიდის ევროკავშირისკენ, ის გრძელდება ჩვეულის, არ შეჩერებულა. და რაში გამოიხატება, რომ არ შეჩერებულა? ვინმე ამას აღიარებს, სადმე რაიმე ტიპის შეხვედრები ხდება, სადაც ხელისუფლებასთან ამ პროგრესის განხილვა მიმდინარეობს, რაში იგულისხმება, რომ რაიმე სადმე მიდის პროცესი? ორი თემა, ერთი რომ ეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია in-action არის, ასე ვთქვათ, მიდის და რაც არის, ასე ვთქვათ, გაწერილი სრულდება და მაგალითად დაქირავებულების უფლებები, ეს შრომის ინსპექცია და რაღაცა ძალიან აქტიურად არის და ეს პირდაპირ ევროკავშირის პირდაპირ მოთხოვნა იყო, რომ დაუშვათ დაქირავების უფლებები და ეს დაუშვათ პროფესიული კავშირები იყოს განვითარებული და გარკვეულწილად ვთვლი, რომ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში და როდესაც დრადი განვითარება რა ნაწილში არჩეცოთი დაქირავებულთა უფლებების ნაწილში? ეს ახალი რეორგანიზაციები, ამდენი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, კანონში შეტანილი უცებ ცვლილებები, რომლებიც არავისთან არ განხილულა. მაგას არ ვამბობ, მე ვამბობ იმას, რომ ქვეყანაში ეს შრომის ინსპექცია არსებობს და თუ არ ირღვევა დაქირავებულების უფლებები, ამას რო სწავლობს.